მოგესალმებით, ამ ვიდეოში წარმოგიდგენთ კომპანია Victrix-ის წარმოების შაშხანას Scorpio V-ს, რომლის მაგალითზეც ვისაუბრებთ თვითონ კომპანიაზე, რა ტიპის შაშხანებს აწარმოებს, რამდენად ასე ვთქვათ, გავრცელებული არის მისი შაშხანები თანამედროვე ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში, სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებში, სხვადასხვა კონფიგურაციის სნაიპერულ ქვედანაყოფებში და ვისაუბრებთ ასევე ამ კონკრეტული შაშხანის მაგალითზე მის ტექნიკურ მონაცემებზე და რამდენად გამოიყენება სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებში. ამ შემთხვევაში, რაც გვაქვს მაღაზია Caravan-ში, ეს არის Victrix-ის Scorpio V, უამრავი სხვადასხვა კონფიგურაციის შაშხანები აქვს თვითონ ამ წარმოებელს, ეს არის რაღაცა ძალიან დიდი მწარმოებელი, წარმოების ტემპი შედარებით დაბალი აქვს, რაღაცა 100,000-ობით არ ამზადებს საკუთარი იარაღებს, ამზადებს შედარებით ნაკლებ რაოდენობას, მაგრამ ეს არის პრემიუმ კლასის იარაღები, უმაღლესი კლასის იარაღები, რომელიც ძალიან ისეთი აქტიურად იყიდებს ფეხს თანამედროვე შეიარაღების ბაზარზე ყოველ წელს. მე როგორც ვიცი, სამი ძირითადი ხაზი აქვს კომპანიას, ეს არის მინერვას ხაზი, სამხედრო ტაქტიკურები, ვიქტორიას ხაზი არის ეს სამოქალაქო სპორტული სროლისთვის, რაც არის განკუთვნილი, ესეთი სპეც კონფიგურაციებს ამზადებენ და არის ლუნას ხაზი ასევე, რომელიც უფრო სანადირო ხაზი არის, სანადირო შაშხანების. ავთო, რაც შეგიძლია რომ გითხრა ამ იარაღზე, ზოგადად ტექნიკური მონაცემები მივიხილოთ და კონკრეტულ დეტალებზე შეგვიძლია ჩავკონკრეტდეთ უკვე შემდეგში. გამარჯობათ, მოგესალმებით. ესე იგი, როგორც გიგამაღნიშნა, წარმოადგენელია იტალიური წარმოების Victrix-ის იარაღი, შაშხანა. ეს სეგმენტი არის ძირითადად ზუსტის როლის სეგმენტი. Victrix აქვს ძირითადად სამი ხაზი. ეს კონკრეტული არის პროფესიული ხაზი, professional line-ი. ამ შემთხვევაში მოდელს ქვია Scorpio V, რომელიც იწარმოება სამ განსხვავებულ კალიბრზე. ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი ეფექტური სროლის მანძილის მქონე ვერსია წარმოდგენილი 338 ლაპოა მაგნუმი. კონკრეტული იარაღი იწარმოება ორი განსხვავებული მოდიფიკაცია 22 დიუმიანი, 26-იანი. ამ შემთხვევაში არის 26 ინჩიანი, 26 დიუმიანი ლულა. იარაღის წონარი 6.7 კილოგრამი ამ კონკრეტული სიგრძის შემთხვევაში, ну, რა თქმა უნდა, მოკლეული შემთხვევაში შედარებით უფრო მსუბუქია. სადღაც 300 გრამით მცირდება, დაახლოებით 300 გრამით, 250-300 გრამით მცირდება ლულის სიგრძის მიხედვით წონა. კონკრეტული იარაღი აღჭურვეთ მაქსიმალურად ესეთი მისაღები, მისთვის მისაღები მოდიფიკაციით შპურის სამაგრია მასზე განთავსებული, რომელიც დამაგრებულია Night Force-ის NX8 ოპტიკა 2.20-50-ზე გამავალი ტუბუსით. ზემოდან დამაგრებულია Vortex-ის მანძილზომი, რომელსაც აქვს ასევე ჯეობალისტიკის ბალისტიკური კალკულატორი და შესაძლებელია მანძილის და ასე შემდეგ სხვა ზუსტი სროლისთვის აუცილებელი კრიტერიუმების გამოთვლა და დადებითი ფაქტორი ამ შემთხვევაში არის ის, რომ Vortex-ის მანძილზომის მეშვეობით, რადგან ის იარაღზეა დამაგრებული, ნაკლებია როგორც კუთხის, ისე ძირითად შემთხვევებში კუთხის და ისე ხელსაწყოების წვდომის პრობლემა. ამ შემთხვევაში ნაკლები გვაქვს, შესაბამისად, რა თქმა უნდა, წვრილმანებია, რომელიც ზუსტის სროლის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია და კონკრეტული ტიპის მანძილზომი ითვლება მეტად პროფესიონალურ ვერსიად, ვიდრე ვთქვათ, ხელის ჩვეულებრივი მონოკულარის ტიპის მანძილზომია, თუნდაც ბინოკლი და ასე შემდეგ. თან მე რამდენად ვიცი, ეს მრავალფუნქციური მანძილზომია და გარდა იარაღზე დაყენებისა შეგვიძლია იხმარო სნაიპერის მეწყვილემ შეუძლია გამოიყენოს თავისი სკოპი, თავის სკოპზე დაყენებული. ან დიდ მონოკლზე ზემოდან დამაგრებული და იარაღზე განცალკევი. მანაც გამოთვალოს ბალისტიკა და შემდგომ უკან ნახოს მეწყვილეს. გიგა, მაინტერესებს რაც გვეტყვი ამ კონკრეტული იარაღის შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებებში თუ გვაქვს ეს ინფორმაცია სად გამოიყენება რომელ ქვეყანაში და არა მარტო ზოგადად საბრძოლო მოქმედებებში, ზოგადად რომელი ქვეყნის შეიარაღებაშია თუ გვაქვს თავისი ინფორმაცია. ყველაზე ისეთი პირველი რაც მახსენდება თვითონ აი საზღვარგარეთ გაყიდვის მიმართულებით იტალიელები ეს კონკრეტული შაშხანა იყო შეთავაზებაში, ანუ ინდოეთის შეიარაღებული ძალების მიერ გამოცხადებულ ტენდერში, მაშინ ბერტას და ჰოლდინგმა წარმოადგენდა და იქ იღებდა ტენდერში მონაწილეობას, იქ სხვადასხვა შაშხანები მონაწილეობდა ტენდერში, სხვადასხვა ქვეყნებიდან და ნუ ეს Victrix-ის შაშხანების რამდენიმე კონფიგურაციაც იყო წარმოდგენილი.
ყველაზე ისეთი სადაც აი ყველაზე კარგად პრაქტიკაში გამოიცადა და აქტიურად გამოიყენება, ეხლაც რუსეთ-უკრაინის ომი არის არაერთხელ გამოჩენილა უკრაინელი სნაიპერების შეარაღებაში, მე როგორც ვიცი ეს ყველაზე დადასტურებით არსებობს ესე უკრაინის SSO რო არის, ანუ სპეციალური ოპერაციების ძალები SSO-ს სნაიპერებს აქვთ ვიქტრიქსები და რამდენიმე საკმაოდ სერიოზული რეკორდიც არის მოხსნილი ამ შაშხანებით. 338 ლაპუა მაგნუმზე მაინტერესებდა და ის კონფიგურაციებიც აქვთ, რომელიც აი 375 ჩეიტაკზე არის, ანუ მეორე ტორმენტო ქვია, როგორც მახსოვს მაგ მოდიფიკაციას. ქონდა ჩვენ სხვათა შორის საქართველოში იმპორტირებული ეგ მოდელი, სხვათა შორის Desertec-ის ერთ-ერთ HDI ვერსიასთან ერთად, რომელიც ასევე საკმაოდ წარმატებულად გამოიყენება ჩემი ინფორმაციით უკრაინაში. სამუშაო მანძილი, ნუ ეს მაქსიმალური სამუშაო მანძილი ამ კონფიგურაციაში 1800 2000 მეტრი 2 კილომეტრამდე საკმაოდ მაღალი სიზუსტეებით, საკმაოდ სერიოზული რამდენიმე რეკორდი დაფიქსირდა ამ იარაღით წეღან როგორც ვახსენე და არის რამდენიმე ნიუანსი, რაც აი პრაქტიკაში ვინც ამას იყენებდა სნაიპერები, უსვავენ ხაზს, რომ აი განსაკუთრებით კარგად მაღალ დონეზე დამზადებული და განსაკუთრებით აი თვალსისაცემი, რაც თვითონ კონსტრუქცია, იარაღის საერთო კონსტრუქცია და სიმძიმის ცენტრი, რაც აი ძალიან ბევრი კარგი სნაიპერული შაშხანებისგან განასხვავებს. ამას ანუ იდეალურად აქვს გაწმასწორებული სიმძიმის ცენტრი, აქვს ძალიან მაღალ დონეზე დამუშავებული საკეტი და ნომერ პირველი პლუსი ამისი, რასაც პირდაპირ უსვამენ ხაზს, არის ერთ-ერთი საუკეთესო სასლეტი. თუ არა საუკეთესო ამ ეტაპზე ლულასთან დაკავშირებითაც მე მგონი მსგავსი კომენტარები ლულა ის თვითონ სიზუსტეებზე რო ვილაპარაკოთ, თვითონ ლულის რესურსი და სიზუსტე ცოტა ისეთი ზოგადი ის არის, თვითონ რესურსზე როცა არის ლაპარაკი, ბევრ რაღაცაზე არის დამოკიდებული, მაგრამ აი სიზუსტეზე მაქვს ამ შემთხვევაში რა ინფორმაციას ვერ ვიტყვით რომ რაღაცა განსაკუთრებით და ყველაზე ზუსტი იარაღი არის, მაგრამ 0.5 და 1.05 მოას აჩვენებს სტაბილურად და იმ აი 5 საუკეთესო სნაიპერულ შაშხანაში შეგვიძლია შევიყვანოთ პრაქტიკა. ამის გარდა ალბათ ეხმარება დამატებით ხა ამ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენელ ვერსიას აქვს 20 მოა დახრის მქონე პიკატინის ბაზა, უკან რა თქმა უნდა აი ამ მონაკვეთში დამაგრებული. რაც შეეხება კონდახს, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, კონდახი არის საკმაოდ მყარი. საკეცი კონდახის შემთხვევაში სიმყარე საკმაოდ ისე წარმატებულ ბრენდებს არ აქვთ ხშირ შემთხვევაში სხვათა შორის ისეთი, როგორც ამ შემთხვევაში Victrix-მა გააკეთა. ეს კონკრეტულ შემთხვევაში გადამყვანი ბლოკის შეცვლა შესაძლებელია, ანუ ცაციებმაც რო გამოიყენონ ეს მარჯვენა მასწავლებელი მხარეს კონდახი და დაიკეცოს სხვა მხარეს. გარდა ამისა, მოსმინდა შევახედოთ ჩვენ უყურებელს. ესე იგი ამ შემთხვევაში არის მარცხენა მხარის ღილაკი და რამდენიმე ჭანჭიკის მოშვებით, რომელიც აი შიდა მხრიდან არის, გადატრიალდება გადამყვანი ბლოკი და კონდახის დაკეცვა უკვე შესაძლებელი არის პირიქით მარცხენა მხარეს. გარდა ამისა, სალოყე ბალიში რეგულირდება ასევე ანუ ვერტიკალურ პოზიციას იცვლის ზემოთ და ქვემოთ ადის და ჩამოდის, ასევე მხარზე საყრდენი ბალიში, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მის განსაკუთრებით ხა ვინც ისთვის დაწოლ მდგომარეობაში ამის მაღლა აწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მით უმეტეს როცა 303 ლაპუა მაგნუმის უკუცემა გაქვს ხარზე და ასევე რეგულირდება მონოპოდი. ანუ ეგრეთ წოდებული თან სწრაფ ჩამკეტი და სწრაფ გავხსნელის, რაც დროში გაგებინებს და ზოგიერთ ტიპის მონოპოდებზე, რომელიც ხრახნზე არის მთლიანად და ხელის ტრიალით არეგულირებს მის სიგრძეს, აქ ძალიან სწრაფად შეიძლება უცებ დავაყენო სიმაღლეზე და ამას ხსნი ჩამოდის და ნებისმიერ პოზიციის დაყენების შემთხვევაში აფიქსირებ მონოპოდს შემთხვევაში ასევე კუთხეს იცვლის კონდახის უკანა ნაწილიც მხარზე შედარებით ერგონომიულად მოიგო. ადის მაღლა დაბლა და პლუს შეგიძლია კუთხეს შეცვლა. ესე იგი იარაღის გადასატანის სახელური პიკატინის რელსზე ზის პირდაპირ 20 მმ-იან პიკატინის სტანდარტული რელსზე და შეგიძლია დააყენოთ ქვედა მხრიდან, ასევე შეიძლება დაყენეს ზემოთა მხრიდანაც. გააჩნია როგორი კონფიგურაციით გაქვთ მოწყობილი კონკრეტული შაშხანა. აუთ ხა აქ რასაც უყურებ, პიკატინის რელსი დამაგრებული კი არ არის ჭანჭიკებით, როგორც ბევრი იარაღზე ხდება ხოლმე. ერთიანი ნაჩარხი. მთლიანი ფრეზია, ანუ პიკატინის ზედა და ქვედა ორივე ბაზა ერთი განუყოფელი ინტეგრირებული ნაწილი არის ხელსაკიდის, ანუ ეს სიჩახზე არის ერთიანად გამოჩარხული. და პლუს მერე ქვემოთ საკმაოდ ისეთი მყარი და
ანუ არ გულისხმობ მხოლოდ მასალას, ანუ გულისხმობ თავად ზომებს და ჭრილებს, საკმაოდ მყარი კონსტრუქციის მქონე ჩარჩოზია დამაგრებული. მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი ეგრეთორებული ბედინგ ბლოკი, ანუ როგორ წერს, როგორ დევს შაშხანის ზედა და ქვედა ნაწილი ერთმანეთზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ზუსტის როლის მხრივ. ქვედა სისტემური კოლოფი, ქვედა სისტემური ჩარჩო, ზოგადად კონსტრუქციულად არა მხოლოდ მასალის თვალსაზრისით არის საგრძნობლად ისეთი ძლიერი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ მისი სიმყარე და სტაბილურობა არის მთავარი სიზუსტის მომცემი, გარანტორი, ასე ვთქვათ. და ამიერახს საკმაოდ ისეთი აქვს, აი რაც ეგან გიგამ აღნიშნა, სოფლიო ხუთეულში რო შედის, აი თამამად შეიძლება ითქვას, რომ აი ამ კონსტრუქციის მქონე შაშხანას შევიყვანდით, იმიტომ რომ სიზუსტის თვალსაზრისით ამ შედეგებსაც აჩვენებს სწორედ ეს ჩარჩო, რასაც მე ხა ვამბობ. რაც შეეხება ჰენდგარდზე არსებულ ჭრილებს, ყველაზე გავრცელებული დღესდღეობით არის M-ლოკის ტიპის ჭრილები. შესაბამისად მარჯვენა და მარცხენა მხარეს და შუაში თუ სწორად მახსოვს, პიკატინებს შორის ქვემოდანაც აქვს იარაღს M-ლოკის ტიპის. გარდა ამისა, ორივე მხარეს აქვს ჭრილები, რომელზეც მაგალითად ამ შემთხვევაში შეძლებელია ვორტექსის მანძილზომის პულტის დამაგრება, მსროლელი დაწოლ პოზიციაში მით უმეტეს თუ სნაიპერია და სამხედრო კუთხით ხმარობს, ან თუნდაც სპორტსმენი რომ არ შეიცვალოს პოზიცია, რაც ზუსტის როლის შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და არც იარაღს არ შეუცვალოს პოზიცია, ადგომის და დაждომის ან პულტის მოძებნის შედეგად შეუძლია გვერდზე მიამაგროს ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც აქვს ამას სამაგრები და შესაბამისად გამოიყენოს პოზიციის შეცვლის გარეშე. ეს სახელური მომწონს ამის საკმაოდ ორთოპედიული სახელურია, ხა რაც უყურებ დაახლოებით 90 გრადუსიანი არის. კი, ძალიან ისეთი მორეზინებული სპორტულთან ძალიან დაახლოებული სახელური, როცა არ და იდეაში სპორტული მორეზინებული მთლიან და რამდენად ვიცი ამას აქვს რეგულირებადი სასხლეტი. ამ შემთხვევაში ქართულ კონფიგურაციაში არ დაყენებული, თუმცა როგორც მე მახსოვს, ცვლილება შეიძლება ორი საფეხურიდან ერთ საფეხურზე გადაყვანა შეიძლება და პლუს ძალის რეგულაცია. ძალის რეგულაცია თავისთავად. გიგა, პიკატინის პლანკას აქვს როგორც ვთქვი ნომრები. სტანდარტული ამერიკული სამხედრო შესრულების სტანაგის სტანდარტით განსაზღვრული 20 მმ-იანი პიკატინი, რომელიც აქტიურად გამოიყენება ყველა, ასე ვთქვათ, თანამედროვე იარაღზე, მათ შორის სანადირო იარაღზე, თანამედროვეებზე უფრო და უფრო ხშირად ხვდებით ხო პიკატინის თამასას რელსებს. ამ შემთხვევაში დანომრილი არის სამხედრო შესრულების არის ეს იარაღი, ვიცით რომ სამხედრო ტაქტიკური კონფიგურაცია არის და დანომრილია თეთრი საღებავით სლოტის დასამახსოვრებლად, რომ სხვადასხვა თერმული სამიზნეების, სხვადასხვა ტიპის ოპტიკური სამიზნეების ან სხვა აქსესუარის დაყენების შემთხვევაში სლოტის დამახსოვრება მოხდეს მარტივად. მივხვდი. და კომპენსატორი ამ შემთხვევაში არ გვაქვს, გვაქვს მხოლოდ მუხრუჭი. ხო, უცემის შესაძლებლობა. კი, მან წარმოქმნილი არის საკმაოდ მაღალი. მაგრამ ეს კონსტრუქცია რომ ლუის მუხრუჭი არის, ეს არის კლასიკური ტიპის ნახევრად აქტიური ლულის მუხრუჭი და აი ძალიან ბევრი იარაღზე, მათ შორის აუცი შაშხანებზე თავისთავად და ძალიან ბევრ საარტილერიო დანადგარებზე სადაც აქტიურად გამოიყენება ხოლმე ხო ლულის მუხრუჭი. ეგ კიდე ცალკე თემა არის, აი კარგი ლულის მუხრუჭების კონსტრუირება, შემუშავება, დაწყებული მსუბუქი იარაღიდან დამთავრებული რაღაც მძიმე არტილერიით, ხო ლულიანი არტილერიით და ამ შემთხვევაში აი აშკარად იტყობა, რომ ბევრი არის ნაფიქრი და კარგად არის ნამუშევარი სპეციალისტების მიერ, იმიტომ რომ არც ერთი ზედმეტი ზედაპირები, ზედმეტი ფართობი არ აქვს, აი წმენდას რო ხელი შეუშალოს ან მსგავს. აი უფრო ასე ვიძახი, იცი, აი ძალიან ბევრ ანტიმატერიულ შაშხანებზე, მათ შორის აი 12 და 7-იანებზეც, 14 და 5-იანებზეც, აი კაპევეტეს ვაზნაზე რო არის დიდ შაშხანებზე. გულისხმობ ხვდებით ხოლმე ლულის მუხრუჭებს, რომელიც მასიური არის, ზომაში ძალიან დიდი არის, აქვს ზოგ შემთხვევაში 2, ზოგ შემთხვევაში 3 კამერა და აი ამ კამერების შიდა ფართობის კედლები ძალიან ხშირ შემთხვევაში საერთოდ ტყუილად არის ხოლმე, იმიტომ რომ ძირითადად მუშაობს პირველი და შემდგომში მეორე კამერები და არის ხოლმე ისე რომ გარკვეული ბოლო კამერა სრულიად ზედმეტი არის ხოლმე. ამ შემთხვევაში პირიქით არის ძალიან კარგად კონსტრუირებული და განსხვავებული შიდა მოცულობები აქვს კამერებს და პირდაპირ ეტყობა რომ შესაბამისი დაანგარიშებებით და ფიქრის შედეგად არის კონსტრუირებული და დაპროექტებული და დამზადებული შემდეგში. გიგა მუხრუჭს შეეხება, ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანია ეს ასე უნდა აღნიშნოს კალიბრის
კალიბრიდან გამომდინარე ამის ასე ვთქვათ მუშაობის ეფექტურობა, იმიტომ რომ 78 ლაპო ამაგნუმი, ნუ მაყურებლისთვის მით უმეტეს თვალსაჩინო რო იყოს, არის საკმაოდ დიდი განსხვავება, აი ხედავთ, ეს არის 5.56 მმ-ზე, ეგრეთ წოდებული ნატოს ტყვია, M4 ტყვია და ეს არის 318 ლაპო ამაგნუმი, ანუ საკმაოდ ისეთი დიდი სხვაობა და ნუ არსებობენ ვაზნები ზომით ამხელა, მაგრამ ეფექტური სროლის მანძილი შესაძლოა ამაზე უფრო პატარა კონდეთ. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. იგივე როგორც ანტისნაიპერული კალიბრი, როგორც მე ვიცი რა, ეხლა ზოგადად ზუსტის სროლა შენ ბევრად უფრო დიდი გამოცდილება გაქვს ამაში, ცუდნაც მეტი გაქვს, მაგრამ როგორც მე ვიცი, სამხედრო მიმართულებით ბოლო წლებში ძალიან სერიოზულად გამოაძევა 12 და განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის პრაქტიკა მაჩვენებს, რომ 12.7 კალიბრი 12.7-99-ზე სერიოზულად გამოაძევა 328 ვაზნებმა, როგორც ანტისნაიპერულმა კალიბრმა. ხო, თუ არც აღუნქოთ, როგორც არ ჭირდება როგორც ანტიმატერიალური ვაზნა. შეშემთხვევაში ჯობია ხოლმე 12.7. კი, აბსოლუტურად. ერთადერთი რითიც ვერ ჯობია არის, ნუ ნულიდან გამოსვლისას ენერგია ჯოულებში, საერთო ჯამში და ნუ ფრენის სიშორიც ნაკლები აქვს, მაგრამ საერთო ჯამში სიზუსტე და საჭირო დამაზიანებელი ეფექტი საკმარისი აქვს, რომ ანტისნაიპერული დანიშნულებით იქნება გამოვიყენო. ორნახევარზეც ჩაოლებრივ გამოიყენება 2.5 კილომეტრზე. იცი რა დანიშნული ვაზნებზე დამოკიდებული. კი ბატონო და ჭიდის ტევადობა რამდენი არის ამ შემთხვევაში გიგამე? 7 არის, მე როგორც 7-იანი არის, კი და ერთ რიგიანი. ხო, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. ერთ რიგიანი ვიწრო ჭიდი არის. ანუ ერთ რიგიანი ალბათ თუ სწორად მახსოვს უფრო მეტად საიმედოობის თვალსაზრისით უფრო მეტად საიმედოა, იმიტომ რომ შუაში ასე ვთქვათ რაღაცა შეფერხების შექმნის ალბათობა მცირდება. კი, ზოგადად ეხლა პრობლემები ამოსვლისას ვაზნის. ბევრ ორი რიგიანი ჭიდს პრობლემები ზოგადად აქვს ხოლმე და ორი რიგიანის გარდა არის კიდე მრავალი რიგიანი მჭიდებით სამხედრო დანიშნულების და სპეციალურებზე გვხვდება შნეკური მჭიდებიც არსებობს, როგორც ვიცით და აი ორ რიგიანზე და უფრო მეტ რიგიან მჭიდებზე ეს ზამბარა მაღალ დონეზე უნდა იყოს დამზადებული და ხშირი არის ხოლმე ზოგადად მტყუნებები და შესაბამისად ერთ რიგიანი მჭიდი რა თქმა უნდა ბევრად უფრო საიმედოა. საიმედოობა კიდე ყველა კომპონენტში და ყველა ნიუანსში ერთ-ერთი განსაზღვრელი ფაქტორი არის ხოლმე სამხედრო ტაქტიკური იარაღზე, რამდენად გაამართლებს ეს იარაღი და მიიღებენ თუ არა მასიურად შეიარაღებაში სხვადასხვა ქვედანაყოფები. გიგაი მაკუთხი შენ ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. ეგ მაინტერესებს პირობითად თუ გაქვს ინფორმაცია, თუ მიმდინარეობს ამ კონკრეტულ იარაღზე არ რომელიმე ქვეყნის მხრიდან ინტერესი შეძენის კუთხით ან თუ გაჟღერდა ეს ოფიციალურად ეს ინფორმაცია და რას გვეტყვი ამასთან დაკავშირებით? ამ ეტაპზე მე როგორც ვიცი, ამ ეტაპზე აქტიურად ყველაზე აქტიურად ამას იყენებს თვითონ მწარმოებელი ქვეყნის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები და საარმიო სნაიპერები, საარმიო სნაიპერები. ნუ უშუალოდ იტალიაში, ხო? იტალიაშიც რამდენიმე ევროპული ქვეყანა იყენებს. ინდოეთშიც არის ეს შაშხანები, გარკვეული რაოდენობა გაყიდული და ინდოეთის ალბათ საპოლიციო და საარმიო სნაიპერებიც იყენებენ და პლუს მაგას როგორც ასევე აღნიშნეთ, რომ ეს არ არის კომპანია, რომელიც რაღაც 100,000-ობით ამზადებს, ხო, თავის იარაღს, შედარებით პარტიები მცირე არის, მაგრამ ხარისხი მაღალი აქვს და რაღაცა მცირე პარტიები 4 შაშხანა, 5 შაშხანა, სიტყვაზე 10 შაშხანა შეიძლება რომელიმე ქვეყნის სნაიპერებს ჰქონდეთ და ამ ეტაპამდე შეიძლება არც იყოს ცნობილი. მოდი ნახოთ საკეტი. კი, საკეტი მე ძალიან ზოგადად ვისაუბრეთ, ძალიან კარგად გამოდის სრიალებს, აი ძალიან მაღალ დონეზე არის დამუშავებული. სწრაფი გადატანის შემთხვევაში ალბათ და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის და მთელი რიგი ნიუანსები არის აქ ჩადებული უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე როგორც ვიცი და რა შეგიძლია რომ თლიანი საკეტი ეგ პირველ რიგში უნდა აღნიშნოს რომ თლიანი მასიური ერთი ნაჩარხიან თლიანი ისა ხო დეტალისგან შედგება და იმ დეტალისგან არის მე აგებული საკეტი მექანიზმი. 3 წახნაგი ჩამკეტი კბილი აქვს რაც ასევე და თან მასიური თვითონ კბილების ფორმას და აგებულებას მნიშვნელოვანია თორე შეიძლება კონდეს თქვა პირობითად 5-6 მაგრამ არ იყოს საიმედო ჩაკეტი. 3 და მასიური უფრო ძლიერი არის იდეაში, როდესაც საუბარია 3 რვალაპოზე კი ყველაზე მისაღები საკოტე ერგეს მაგალითად და სხვა ნუ ბევრ შაშხანას აქვს ეს 6 და 5-6 და ვიწრო კბილანა ბევრად უფრო სუსტი იქნებოდა საერთო ჯამში ვიდრე 3 და კი რა თქმა უნდა სუსტებოდა. ანუ ამიტომ ეს 3 ძალიან მისაღებია. ფლანგერის ეჯექტორიც ეს პატარა წერტილია რომელიც ვაზნას
გამოღების, ანუ ცარიელ ჰილს ან თუნდაც გაუსროლო ვაზნას გამოღების მომენტში გართაგდებს, დააწყვება და წევს კუთხეს უცვლის და შესაბამისად შემდგომ უკვე ვარდება აი ამ მეორე სტანდარტული ტიპის ექსტრაქტორით გარეთ. და უსაფრთხოების თვალსაზრისით რაც შეეხება უსაფრთხოებას არის აი ეს ორი ხვრელი იყო ადრე ერთ-ერთი ბრენდის შემთხვევაში სხვა ეს არ არის ვიტრიქსის შემთხვევაში როდესაც სხვა იარაღის შემთხვევაში მოხდა დეტონაცია და გაზები გასროლის შედეგად ანუ ასე ვთქვათ დეფექტის მქონე ვაზნის გასროლის შედეგად მოხდა დეტონაცია და გაზი რომელიც ვერსად ვერ წავიდა მოახდინა ბოლტის კაფსულმალებლის არხიდან შემოვიდა საკეტში. კი და საკეტიდან ვერსად ვერ გავიდა. და ამ შემთხვევაში ვიქტრისმა გააკეთა ეს ორი ხვრელი და ის ასე ვთქვათ ზედმეტი გაზი, ჭარბი გაზი ვიღაცას რო არ ეგონოს აირებით ვტენის შემთხვევაში რაც ჭარბი გაზია, იმას არ გულისხმობთ, ანუ გაზი რომელიც აქ საერთოდ არ მოხვედრილიყო, ეს გაზი იგულისხმება, მოხდა საკეტში და დააზიანა საკეტის შესაბამისად ცროლელიც და ნუ მოხდა ესეთი ინციდენტი უბედური შემთხვევა. და ამ შემთხვევაში ეს ამ უსაფრთხოების ვთქვათ მექანიზმით საგრძნობლად დაცულია. თუმცა სრულად დაცული რა თქმა უნდა თუ ცუდი ვაზნის გამოყენებას აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, შესაძლოა სხვა პრობლემები შეიქმნას. მე რამდენადაც ვიცი, არაერთხელ მოხდა საქართველოში, რომ სხვადასხვა მაღალი კლასის სნაიპერული შაშხანები არასწორად შერჩეული ვაზნების გამო არაერთხელ დაზიანებულა და სამწუხაროდ ხშირად ხდება და კარგი ვაზნის შერჩევა ცალკე საკითხია. ასევე ამ ვაზნის ფასი 318 ლაპუა მაგნუმის ფასი საკმაოდ ძვირია. დაახლოებით 15 და 25 ლარამდე მერყეობს. ну საშუალო ფასი 19-18-20 ლარია. მით უმეტეს ეს ვაზნას როცა მყიდველი შეიძენს, მნიშვნელოვანია რომ კონდეს შესაბამისი ზიზუსტე. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც იარაღი ამის საშუალებას აძლევს. და ფაქტიურად აქვს ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი იარაღი, ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი კალიბრი. და ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვაზნის წონას, წარმოებელს, დენს და ნუ უამრავ კომპონენტს, მაგრამ ვაზნას ერთ-ერთი მთავარი. მაღალი ხარისხის თავაკსაც ძირად განსაზღვრელი არის ხოლმე. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ლულა ძალიან მნიშვნელოვანია, ლულის მასალა, ლულის ხრახლის ბიჯი იგივე ტვისტი ინგლისურად. ხრახლის გაკეთების პრინციპი, ცივაჭედვის მეთოდიკა და ასე შემდეგ, რომელიც ვიქტრიქს ამ შემთხვევაში საუკეთესოა. ვიქტრიქსის შაშხანების ლულების წარმოებისას გამოიყენება დორნირების მეთოდი, რომელიც საუკეთესო მეთოდი არის მაღალი სიზუსტის ლულების წარმოებაში ხრახნების მოსაჭრელად. კი, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მეთოდია ლულის წარმოების თვალსაზრისით. მოკლედ მე მგონი საკმარისზე მეტი ინფორმაცია გავაჟღერეთ ამ შაშხანაზე. საველე პირობებიდან, სასრულეთიდანაც ვაკეთებთ მსგავს ვიდეო მიმოხილვებს. თეორიული მიმოხილვის შემდეგ უკვე ვიქტრიქსის წარმოების იტალიური სნაიპერული შაშხანების საველე ტესტირებაც ჩავატარეთ. ჩემი ინფორმაციით, როგორც ვიცი, პრაქტიკულად საქართველოში პირველად ჩვენ გავაკეთეთ ამ შაშხანების საველე ტესტირება, იმიტომ რომ ეს პირველი ეგზემპლარებია, ხო, რაც შემოვიდა ქვეყანაში. ესე იგი, გაიტესტა 375 ჩეიტაკის კალიბრზე ვიქტრიქსი Tormento, მსხვილკალიბრიანი, ანტისნაიპერული კალიბრი არის ეს უკვე და 338 ლაპუა მაგნუმი კალიბრზე Scorpio V. ეს ორი კონკრეტული შაშხანა სხვადასხვა მანძილებზე მოხდა გასროლები. ზოგადად ეს შაშხანები უკვე ტესტირებული არის, კარგად არის გატესტილი უკრაინაში იგივე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფარგლებში უკრაინელი და ასევე ქართველი სნაიპერების მიერ, თუმცა გარკვეული გამოცდილება წლების განმავლობაში საქართველოშიც დაგროვდება, ვინაიდან გარკვეული რაოდენობის შაშხანებს უკვე ქართველი მსროლელებიც ფლობენ. ესე იგი, ავთო ისაუბრებს უკვე იმაზე, რა მანძილებზე ვისროლეთ შაშხანები, რა ჯგუფები გაკეთდა, ძალიან მაღალი სიზუსტეები აჩვენა შაშხანებმა და ნუ ეს მოსალოდნელიც იყო, იმიტომ რომ უმაღლესი კატეგორიის სნაიპერული შაშხანები არის, როგორც ხარისხით, ასევე სიზუსტის მაჩვენებლით და რა ვიცი, განსაკუთრებით ისეთი კარგი რაც აქვს სასხლეტი არის, ერგონომიკა არის უმაღლესი დონის, თვითონ შაშხანის მორგება ძალიან სწრაფად ხდება სხვადასხვა აგებულების ადამიანზე, სხვადასხვა ანატომიური აგებულების ადამიანზე და მთელი რიგი პლუსები, რასაც შემდგომი ტესტირებებიც გვაჩვენებს, ხო?
გადმოდივარ უკვე შენთან სიტყვით. ესე იგი, პირველად რა თქმა უნდა, როგორც წესი 100 მეტრზე მოხდა ორივე შაშხანის ეგრეთ წოდებული განოლება, ჯერ გასწორება და შემდგომ განოლება. ამისთვის აუცილებლად ჯობია რომ აუხსნათ მაყურებელს, რომ რა ატრიბუტიკაა საჭირო იმისთვის, რომ 100 მეტრიდან იწყება ზოგადად გასწორება გარკვეული შაშხანების, თუმცა არის შაშხანების კატეგორია, რომელსაც 50 მეტრზე ნოლდება და სხვა მანძილზე. ნუ ძირითადი მანძილი 100 მეტრია. ეს არის ვორტექსის მანძილმზომი, რომელიც ინტეგრირებულია ბალისტიკური კალკულატორით. ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი იმისთვის, რომ დაიწყო განოლება, გასწორება და შემდგომ უკვე გადახვიდე მანძილებზე და შორმანძილებზე გასწრება აწარმოო. მანძილის გაზომვის შემდგომ, რომელიც ამავდროულად ზომავს კუთხეს, დახრის კუთხეს, დამატებით აუცილებელია უკვე ქარისაზომი, იქნება ეს კესტრელი თუ სხვა ვორტექსის ქარისაზომი, რომელიც ეხლახანს გამოვიდა, არის სხვათა შორის ძალიან კარგი ხელსაწყო. EIS ბალისტიკი, კი. ესე იგი ვორტექსის ქარისაზომსაც და იქნება ეს კესტრელი თუ EIS ბალისტიკი ვორტექსის აქვს გარდა მანძილისა და ქარის გაზომვის ფუნქციასთან ერთად სხვა ფუნქციები და შესაძლებლობები და შესაბამისად გაზომვის საშუალება არის როგორც კუთხის, ისე წნევის, ისე ზღვის დონე და რა სიმაღლეზეა ეს სასროლი პირობები, პოლიგონი და ასე შემდეგ. რაც იდეაში აუცილებელია თუნდაც 100 მეტრზე რომ სწორად აწარმოო ცეცხლი, როგორც აუცილებელია მაგალითად თარაზო, რომელიც უნდა იყოს ოპტიკას და იარაღთან მიმართებაში სწორად გასწორებული და ასე შემდეგ. ეს არის ზუსტის როლისთვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტები, რომლის გარეშეც ზუსტის როლა არ ხორციელდება. 100 მეტრის შემდგომ, ანუ 100 მეტრზე როდესაც სწორდება და ნოლდება იარაღი, მერე უკვე ხდება ამ ეტაპზე ჩვენ ვიყენებთ გარმინს, თუმცა გარმინის გამოჩენამდე იყო ლაბრადარის ხელსაწყო, რომელიც საკმაოდ ზუსტად ზომავდა. ცოტა მეტი აქვს ფუნქციები ვიდრე გარმინის, მაგრამ გარმინის ძალიან კაი და რაც თავარია ყველაზე მოხერხებული ხელსაწყოა დღესდღეობით, რომ გაზომო და თან გადაიტანო. ტყვის საწყისი სიჩქარის საზომად. კი, ეგრე მეთქვა, ანუ V0, ანუ ეს არის ტყვის საწყისი სიჩქარე ზომავს და შეგვიძლია 10-დან ან 5 გასროლის ანუ გასროლი ვაზნის საშუალო არითმეტიკული გამოვითვალოთ და შესაბამისად ჩავწეროთ ის საშუალო არითმეტიკული ბალისტიკურ კალკულატორში. წეღა რატო ვახსენე ვორტექსი და ის ბალისტიკი, ანუ არაკესტრელი, იმიტომ რომ ამ ის ბალისტიკის და ვორტექსის მანძილმზომის, თუნდაც მონოკლის ან ბინოკლის, რომელიც ახლა აქ არ გვაქვს, შემთხვევაში ამასაც და ის ბალისტიკსაც მოყვება ქარხნულად ბალისტიკური კალკულატორის შტრიხ-კოდი, რომელიც იწერება ტელეფონში და მანძილის გაზომვის ავტომატურად კუთხის გაზომვის და ასე შემდეგ და შესაბამისად ეს ბალისტიკით ქარის გაზომვის და სხვადასხვა იმ კომპონენტების გაზომვის შედეგად ავტომატურად ერთ ღილაკზე ხელის დაჭერით ბალისტიკურ კალკულატორში უკვე გვაქვს ის მონაცემები, რომელიც აუცილებელია უკვე შორ მანძილზე გონგზე სამუშაო ცეცხლის აწარმოებლად. დღეს მოხდა 100 მეტრზე განოლება ორივე შაშხანის, ამას როგორც გიგამაღნიშნა 315 შეიტეკი ანტისნაიპერული შაშხანა, 330 ლაპო ამაგნუმი სკორპიო V. შემდგომ 100 მეტრის შემდგომ უკვე ამ ყველა კომპონენტის გაზომვის შედეგად 295 მეტრზე ერთ-ერთი გონგის და შემდგომ 544 მეტრზე მეორე გონგის დაზიანება. შედეგებმა ტესტებმა ჩაიარა იდეალურად, რასაც ვიდეოში შევეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგად წარმოგიდგინოთ და ეხლა გიგა გვატყვის ოპტიკურ სამიზნეებზე და ამ ოპტიკური სამიზნეების შესაბამისობაზე კონკრეტულ შაშხანებთან. ორივე შაშხანაზე არის დამონტაჟებული, დამაგრებული მარჩის ოპტიკები, 660 არის 375 ჩეიტაკზე და 338 ლაპო ამაგნუმზე 542 არის, ხო? ნუ ეს ორივე შაშხანა კონკრეტულად ამ შაშხანებისთვის გათვლილი ოპტიკები არის, მოკლედ ორივე ოპტიკური სამიზნეები სამხედრო შესრულების არის, მილგრეიდი არის. ეს კონკრეტული ახლა მაღალი კალიბრის იგივე ანტიმატერიული და ანტისნაიპერული კალიბრებზე არის გათვლილი და იგივე ვიბრაციების მიმართ მედეგობა უკიდურესად მაღალი აქვს და შესაბამისად
კარგი, ასე ვთქვათ, კარგი ჰიბრიდი არის ეს ოპტიკა და ეს კონკრეტული შაშხანა. პლუს ამ ვაზნის თავი ალბათ გადიდებაა თან, იმიტომ რომ 660 აქვს და ახლა ვაზნა ისეთი არის. ამ ვაზნის შესაძლებლობებს ბალისტიკას შეესაბამება ეს 660 ოპტიკა და იგივე 542 უკვე იდეალურად მიდის აი ამ 338 შაშხანაზე. ნუ შესრულების ხარისხი ორივეს. ხო ეს უფრო მეტად სამხედრო ტიპის ოპტიკა, რომელსაც გადიდება ნაკლები აქვს, მაგრამ ანუ ექსტრემალურ პირობებში და ექსტრემალური პოზიცია რომ მიიღო და რაღაც არ გაქვს საშუალება თუ იდეალურად დაწვე და იდეალურად მოერგო, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს კონკრეტული ოპტიკა უფრო მეტად მისაღებია და მით უმეტეს 318 ლაპომაგნუმის შემთხვევაში უფრო ნაკლებად გჭირდება 60-ჯერადი გადიდება. ანუ 42 აქვს ამას მაქსიმალური. საკმარისი არის კი 338 ლაპომაგნუმზე ამ კონკრეტული გადიდებით კალიბრის მაქსიმალურ ეფექტური სროლის მანძილს კონკრეტული გადიდება ანუ 4-დან ესე იგი 5-დან 42-მდე აქვს სრულად აკმაყოფილებს და ამოწურავს ასე ვთქვათ და მეტი ნამდვილად არ არის აუცილებელი. თუმცა 660-ზე რომ დავაყენოთ არანაირად არ იქნება მიუღებელი უბრალოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ამ კონკრეტულ კალიბრს უფრო მეტად შეესაბამება. კი შემდეგზე კალესის ოპტიკების ტესტებას ვაპირებთ ამდენადაც ვიცი ხო და პლუს უფრო შორმანძილებზე კალესი 540 არის, ანუ მსგავსი, ანუ ამ ოპტიკის კონკურენტი უფრო მეტად არის, თუმცა იმას ხედვის არეალი ოდნავ დიდი აქვს, გამომდინარე იქიდან რომ პრაქტიკაში, თეორიაში სიმართლე გითხრათ ცოტა სხვანაირად არის, მაგრამ პრაქტიკაში მისი შუა ტუბუსის დიამეტრი არის 36 მმ და შესაბამისად ძალიან მაღალი, 40% არის გაზრდილი წინა კალესის მოდელებთან შედარებით. და ძალიან დიდი უპირატესობაა ზოგადად არა მარტო სხვა ოპტიკებთან, არამედ ზოგადად თვითონ კალესის წინა თაობის მოდელებთან შედარებით. ეს ახალი 540 K5i არის თუ არ ვცდები მოდელი კალესის, რომელსაც შემდგომ აუცილებლად გავტესტავთ და წარმოგიდგენთ ანალოგიურ 318 ლაპომაგნუმის კალიბრს. ერთი რო არ დაგვაუწოდეს კიდე ამასაც ვაკვირდებოდით წეგან სროლისას პრაქტიკულად აი მინიმალური არის უკუცემა იდეალურად მუშაობს ეს ორივე ლულის მუხრუჭი განსაკუთრებით მომეწონა აი ამ 375 ჩეიტაკის კალიბრზე აი მინიმალური არის უკუცემა და წინაზე ახლა როცა ალბათ 338-ს აი ამ კონკრეტული შაშხანის შემთხვევაში ოდნავ ნაკლებიც კი მიუხედავად კალიბრის ბევრად დიდი კალიბრის წინაზე როცა თეორიული განხილვა ქონდა წონაც ეხმარება რა თქმა უნდა მაგრამ ნუ კომპენსატორი ძალიან მაშინაც ვისაუბრეთ ამაზე და ეხლა უკვე პრაქტიკაში გვაჩვენა რამდენად კარგი კონსტრუქციის ლულის მუხრუჭები არის. თვალიადევნეთ ჩვენს ვიდეო მიმოხილვებს, შემდეგში სხვა შაშხანების და შეიარაღების სხვა სისტემების ტესტირებასაც შემოგთავაზებთ და ამ კონკრეტულ შაშხანებსაც გავსინჯავთ კილომეტრი, კილომეტრი ნახევარი და ასეთ მანძილებზეც. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა.